ლობიოსა და ცომეულის მოყვარულთათვის ლობიანი შესანიშნავი კომბინაციური კერძია, რომლის მომზადება მრავალი განსხვავებული მეთოდით შეიძლება. ამისათვის დაგჭირდებათ 1 კილოგრამი ხორბლის ფქვილი, 600 მილილიტრი წყალი, 1 ჩაის ყოფზი შაქარი, 15 გრამი საფუარი, 50 მილილიტრი ზეთი, 700 გრამი ლობიო, 1 თავი ხახვი, 2 ან 3 კვილი ნიორი, მარილი, პილპილი. პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ ცომი, რისთვისაც საჭიროა ნელთბილ წყალში გავხსნათ შაქარი, საფუარი და მარილი. დავაყოვნოთ 15 წუთით და შემდეგ ერთი მიმართულებით გადავზილოთ ფქვილში. როდესაც ერთგვაროვან მასას მივიღებთ, მოვესხათ ცოტაოდენი ზეთი, კიდევ გადავზილოთ. შემდეგ ზემოდან გადავუსვათ ზეთი და კვლავ დავაყოვნოთ ამჯერად 1 საათით. პარალელურად მოვხარშოთ ლობიო. სასურველია რომ წინა ღამით წყალში დავალბოთ. მოხარშული ლობიო გადავწუროთ და დავჭყვიდოთ. მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და ნიორი. მოვათავსოთ ჯამში. მოვაყაროთ პილპილი და მარილი. ხოლო თუ მარხულთათვის არ ვაკეთებთ, შეგვიძლია ღორის ქონით შევურიოთ და დავუბრუნდეთ ცომს. როდესაც ცომი ამოფუვდება, ერთხელ ჩავზილოთ და კვლავ დავაყოვნოთ 15 წუთით. შემდეგ უკვე შეგვიძლია გადმოვიღოთ. დავყოთ 100 გრამიან ცომის გუნდებად და შესაბამისად გავანაწილოთ ლობიოც. ცომის გუნდა გავაბრტყელოთ და მასში მოვათავსოთ შიგთავსი. მოვუკრათ პირი და შევეცადოთ ხელის თანაბარი მოძრაობით ისე გავაბრტყელოთ, რომ შიგთავსი ყველგან თანაბრად გადანაწილდეს. მისი გამოცხობა შეგვიძლია როგორც ტაფაზე, ისე ღუმელში. საჭიროა შუაგულში პატარა ნახვრეტი გავუკეთოთ. ღუმელში ცხობის შემთხვევაში კი უნდა გამოვაცხოთ 200 გრადუს ტემპერატურაზე 12 წუთის განმავლობაში. ლობიანი მზად არის. გემრიელად მიირთვით.